საღამომშვიდობისა ყველას ჩემო უქროებო. მოვედით თქვენთან ესეთი ტიპის საჯარო გაშლით. სათაური არც მაქვს მოფიქრებული. დასვენებას ვაპირებდი იდეაში. წამოწოლას, მაგრამ რაღაცა გამჩენი არ მასვენებს და იმგონია რომ რაღაცა მაქვს სათქმელი თქვენთვის და მოდი თავად მივენდობი ტაროს და თავად გავიგოთ ერთი რისი თქმა სურს დღეს ჩვენთვის ტაროს. რა ამბავი უნდა მოვიტანო მე თქვენამდე. მოდი ვნახოთ რა ენერგიებში ხარ ახლა. აი დღეს საღამოს რა ენერგიებში ხარ შენ? იმ დასტით ცოტა გვიან ვიზარ ხა მეტაპზე ამ ულამაზეს დასტას ეს რა არის შეგნით ამოტრიალებული არ მაქვს? ნახოთ. ვაიმე სხვა დასტის არკანები რატომ მიდევს ამ დასტაში? ნახოთ. რა ენერგიებში ხარ ახლა ჩემო ძვირფასო შენ? რა ხდება შენს თავში? რა ხდება შენს გულში და რომელი პრობლემაც წამოიჩიტებს, ამ პრობლემის გასწვრივ გავაკეთოთ საჯარო გაშლა. აბა ვნახოთ. რა ხდება ახლა შენს გონებაში? რა ფიქრებში ხარ? რა ენერგიებში ხარ? და რა მდგომარეობაში ხარ? ვაიმე ფული გვინდა, ფული არ არის. სამსახური გვინდა, სამსახური არ არის. ან არის და მუშაობა არ არის. ან შეკვეთები არ არის. ან კლიენტები არ არის, ან პაციენტები არ არის. არ ვიცი, რაღაცა ფინანსურ კრახს განიცდი ძალიან მძაფრად, ძალიან მძიმედ, მაშინ, როდესაც შენთვის ფინანსური, ესე ვთქვათ, შემოსავალი, მატერიალისტი ხარ, ოღონდ მატერიალისტი ხარ ამ შემთხვევაში შენი, ესე ვთქვათ, ჯაფით მოპოვებული ფულის. სხვისი არაფერი არ გინდა არასდროს. თავი გიჭირავს როგორც აი რა გითხრა, ნუ აი კარალევა ჟიზლოვ ხარ და აი არავითარ შემთხვევაში აი ამ შენს გვირგვინს არ მოიღრიცავ მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოყანყალებულია, იმიტომ რომ ქალით და კაცით შენს ცხოვრებაში ხარ შენ. თუმცა სხვასთან ამას არ შეიმჩნევ, სხვას ამას არ დაანახებ, იმდენად ქუდბედიანი ხარ, იმდენად იღბლიანი ხარ, იმდენად ყველა ყუნწში გაძვრები და შენს ეს გაიტან მაინც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სირთულე გაქვს გამოვლილი ცხოვრებაში და არ დაკარგულ ხარ და აქამდე ესეთი რთული გზებით და ეკალბარდებით მოფენილი გზებით მოხვედი, ამიტომ შენს თავს ამშვიდებ, რომ ნუ გეშინია, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. რეები გამოვიარე და ამასაც რამენაირად გადავიტან. ბევრი გასავალი ფიქსირდება, ბევრი, ასე ვთქვათ, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, მაგრამ ფული არ არის. ფული არ არის. კაცები არიან, რომლებიც გეუბნებიან, შენ გიკუთუმანი და გაიხადეო, მაგრამ შენ უჩვენებ აქედან ასეა, შუა თითებს არ გჭირდება, არ გინდა. მასზე მოპოვებული ფული. ხუმრობ, გულისხმობ იმას, რომ არიან მამაკაცები შენ გამო რო აი ცდილობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, დაგანახონ, რომ აი ტრაკიანი კაცები არიან, ფული აქვთ და უზრუნველყოფენ რაღაცაებით, მაგრამ ესე უბრალოდ რაღაცა სანაცვლოდ აფერი არ მიცე, მასზე არ გვინდაო და მასზე შენს უარ გინდა. რა პერიოდს გადიხარ ახლა? რა ენერგიებში ხარ შენ ახლა? იცით რა არის? ნახეთ ახლა აქ რა ხდება. ძალიან ხშირად ამოდის ჩემს გაშლებში გადაადგილებების საკითხი. განსაკუთრებით ახლა ეს გადაადგილება, ხო, აქ ფონად რა მაქვს? ხუთიანი ხმლები. ნახეთ ახლა რა ხდება აქ. მე მგონია რომ აქ თუ ახლა ჩვენ ამ კომბინაციას დავაკვირდებით, მე აქ მაქვს ერთი წუთით, აბა ვინც ბავშვობა სამსახურებით დაკარგეთ, ვისაც ან ცვლილება გინდათ სამსახურეობრივი, ვისაც გინდათ რომ დაუშვათ რაღაცა ახალი დაიწყოთ, ვინც დაუშვათ ემიგრანტია და რაღაცა სამსახურეობრივად საბუთი სჭირდება, ან ზოგადად საბუთი სჭირდება და აი ამასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. იცოდეთ რომ თქვენი სამსახურის, საბუთის, არ ვიცი, გეზის, მიმართულების, მისამართის ცვლილების, სახლის ჭერის შეცვლის და ასე შემდეგ. აი ეს პროცესები უნდა დაალაგდეს და მოწესრიგდეს ზუსტად სექტემბრის
თვის ბოლომდე. ძალიან ბევრთან აქ ჩანს ისეთი სიტუაცია, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვან საბუთს, მნიშვნელოვან გზავნილს, წერილს, დასტურს, ფინანს, არ ვიცი, პასუხს, ჩაბარებას, რაღაცის რეზულტატს, ვერდიქტს ელოდება. აქედან გამომდინარე, რისი თქმაც მე თქვენთვის შემიძლია, ახლა რომ აი ასე ყურებ ჩამოყრილები და ცოტა შეშინებულები და დაზაფრულების ხედხართ, თქვენს ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს იმხელა გამარჯვების ენერგია, ჯერ რომ აქამდე არ შემოსულა. ვიღაცისთვის ეს თუ ზღაპარია და ზღაპრად მოსასმენია, გავიდეს ამ ვიდეოდან და ისევ თავის თავს დაუწყოს ეს რაღაცა უბედო ვარ და ბედი არ მაქვს და არ მიმართლებს და რატოს უმემართება ასეთი რაღაც. უფრო მეტად უმეორე შენს თავს ეს სიტყვები და ნახავ როგორ გაგიმართლებს ბოლოს. ამიტომ იმპერატორის და ეტლის ენერგია ეტლი ყოველთვის გადაადგილებას გვაუწყებს, თუმცა ეს ორი ერთად კომბინაციაში რასაც გვაძლევს, ეს არის წინსვლა, ხო? წინსვლა იმ შენი ქალური საწყისების გაძლიერება, გამყარება და იცით როგორ რაღაცა არის კიდე ეს ორი ერთად შენაძენიც არის რა აი იმპერატრიცა ხშირად ფეხმძიმებასაც მიუთითებს მაგრამ ეხა აქ არაფერ შუაში არ არის უბრალოდ ეტლთან ერთად რაღაცა აი გრძელ გზას რო გაივლი ბევრს რომ იმუშავებ ბევრს რომ იშრომებ და ძალიან კარგი შემოსავლით როდესაც დაბრუნდები ხო ან სამსახური რო გამოჩნდება რომელიც ოდნავ მოშორებით იქნება ახლა სადაც იმყოფები იქიდან და დაუშვათ კარგ პირობებში რო აღმოჩნდები და იმ გზის გავლა რომ გიწევს ან დაუშვათ ვინ საქართველოში ცხოვრობთ ან რომელიმე სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ ამ ეტაპზე არ მუშაობთ და რაღაცა გზასთან დაკავშირებული რო იყოს და აი სამსახური რო იყოს და წასვლა მოგიწიოს მაგრამ კარგ პირობებში რო აღმოჩნდები კარგი შემოსავლებით მოკლედ მოარგეთ თქვენ სიტუაციას ფინანსურ კრახს რო განიცდით და ენერგეტიკულად რო დანგრეულები ხართ ეს ჩანს იმიტომ რომ ფინანსური თვალსაზრისით მე აქ ვხედავ ესეთ სიტუაციას რომ ყველაფერი გაეცით რაც უკვე გქონდათ და რისი შესაძლებლობაც გქონდათ ამიტომ ეხლა შეიძლება რაც გაქვთ იმასაც ზოგავთ და უფრთხილდებით თუმცა სულ ტყუილად გეშინიათ იმიტომ რომ სექტემბრის დაწყებამდე სექტემბრის ბოლომდე არა სექტემბრის თვემდე ეხა აგვისტოს თვეში გადავდივართ აი ეს შენი პრობლემები აი ეს შენი არეულ-დარეული სიტუაციები უნდა დავაგდეს ჩემო ძვირფასო და პლუს ამას რაღაცა ერთი პატარა სასიხარულო ამბავი უნდა შემოგივიდეს აი ამ მომდევნო ერთი კვირის შუალედში რაც ძალიან გაგახარებს და რაც რაღაცა სიხარულის ფესს ესე ვთქვათ გაიდგამს ხო შენს გულში მე აქ რასაც ვუყურებ რეალური პრობლემა წამოიწია უმოძრაობით და წამოიწია ფინანსური კრახით, ამიტომ გაშლა იქნება ასეთი, დაალაგდება თუ არა შენი პრობლემები სექტემბრის თვის, ესე ვთქვათ, მოსვლამდე, ანუ აგვისტოში რა მოხდება, აგვისტო დაალაგებს თუ არა შენს პრობლემებს. ნახოთ ახლა ეს. ნახოთ სექტემბრის თვემდე, ანუ აგვისტოს თვის ბოლომდე, შენს ცხოვრებაში ამჟამად არსებულია ის რაღაცა გაუმართლებლობა, ეს თუ ჩავარდნა არის, ეს თუ ფინანსების უკმარისობა. აი ეს ყველაფერი რაგვარად დაალაგდება, რაგვარად მოწესრიგდება, რაგვარად მოაპირკეთებს თავის თავს, მოდი ეს ვნახოთ. იმპერატორი, შეყვარებულები. ოხ, 10-იანი პენტაკლები. ხმლების დედოფალი. რასთან დაკავშირებულია ეს? აჰა. რამდენად დაალაგდება სიტუაცია სექტემბრამდე. ახლა რა ჩანს? ვინც არ ხართ ემიგრაციაში და დაუშვათ აქ სადაც იმყოფებ, ნუ არ აქვს მნიშვნელობაც არ უნდა იყო ფინანსური, ესე ვთქვათ, კრახი სადაც არის, ვისაც აქ ეხა ფინანსებში ჩავარდნა სამსახურის გარეშე დარჩენილი, ვინც არის ვარიანტებს ვიტყვი რა. გადიხართ ამ პერიოდიდან აგვისტოს 20 რიცხვამდე. ეს კონკრეტული ინფორმაცია მათ, ვისაც სამსახური აღარ აქვს. სამსახური უნდა გამოჩნდეს 20 აგვისტომდე. ვისაც ყავთ მეუღლეები, შვილები, ვიღაც თქვენი ძალიან გულით ახლობლები, სისხლით ახლობლები, საზღვარგარეთ და იმათ აქვთ რაღაც გარკვეული სახის პრობლემები ფინანსური სამსახურთან და საბუთებთან დაკავშირებით იგივე რიცხვი 20 აგვისტომდე რაღაც უნდა მოგვარდეს, მნიშვნელოვანი თან. ვისაც სურს სამსახურის ცვლილება 2 კვირის ვადა.
დავიმახსოვროთ. ვისაც სურს ამ შემთხვევაში რომ დაუშვათ ადგილმდებარეობა შეიცვალოს, სხვა ქვეყანას ცადოს, სხვა ქალაქის ცადოს, ეს უშუალოდ უნდა იყოს სექტემბრის თვის მეორე ნახევრიდან, მანამდე არ გამოვა ფიზიკურად. შემდგომ, ვინც ელოდება საბუთის მიღებას, რაღაცა ისეთი ბიუროკრატიული საკითხის დალაგება მოწესრიგებას, რაღაცა ისეთი საბუთი, რაც შენ რაღაცა კონკრეტულ პრობლემას მოგიგوارებს, რაც ღამე ძილს გიკარგავს და გაკარგვინებს, განსაკუთრებით მათ გეხებათ ეს, ვისაც ან ვადა გაგივიდათ, ან მუშაობაში ხელი გეშლებათ, აი სადაც ყველაზე მეტი კონტროლია რომელ ქვეყნებშიც საიმიგრაციო სამსახურების, მათ გეხებათ, რომ ახარისაც გავაჟღერებ არის სადღაცა დაახლოებით 2-დან 3 თვის პერიოდში რაღაცა ისეთი საბუთის მიღება, ან რაღაცა ისეთი ხელში დაჭერა, რაც შენ სარგებელს გაძლევს, რომ შეძლო მშვიდად მუშაობა. და აღარ იყო შიში, რომ აი დაუშვათ არ დავკარგო უსაბუთობის გამო. იმ შემთხვევაში, ვინც არ ხართ ემიგრანტები, იმ შემთხვევაში, ვისაც გაქვთ სამსახური, მაგრამ დაუშვათ ამ სამსახურიდანაც კიდევაც კმაყოფილები ხართ, მათ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ოქტომბრის თვე აქტუალური იქნება უფრო აი როგორ გითხრათ, პოზიციის ცვლილებებით, სხვა ფილიალში გადასვლით, ერთი პოზიციით მაღლა, ერთი საფეხურით მაღლა გადასვლა, რაღაცაში გამარჯვება, რაღაცაში კარგი ტიტულის სტატუსის მოპოვება. ამ ხრევადაც ძალიან კარგი იქნება. ვისაც აქვს საკუთარი საქმე დაწყებული ან აპირებს საქმის წარმოებას და ფინანსების მოძიებას ცდილობს, ვინცაც ჯერ არ დაუწყია და დაუშვათ წლის ბოლომდე აპირებს, იდეალური პერიოდი იქნება თუ შეარჩევთ 8 ან 10 რიცხვს საქმის დასაწყებად, იდეალური იქნება თუ თქვენთვის გაითვალისწინებთ სექტემბრის მეორე ნახევარს, აი ამ საქმისთვის ხელის მოკიდებას, როგორც ესეთი, ვადას ვამბობ. ვისაც უკვე აქვს ბიზნესი დაწყებული და არ უმართლებს, ფოკუსირდეს ადგილის ტერიტორიის წერტილოვანი ცვლილების რაღაცა, აი ან უბანი შეცვალოს, ან ქალაქი რაღაცა შეცვალოს ერთი სიტყვით, ოღონდ რაც იქნება დაკავშირებული ადგილმდებარეობის ცვლილებასთან, რაღაცა ადგილი უნდა შეიცვალოს, ანუ ადგილი უნდა შეცვალოს. აი რაღაცა თუ გაგახსნილი, აი აქ და მით უმეტეს თუ ქირით გაქვს აღებული, არ აქვს მნიშვნელობა იჯარა, ქირა, არ ვიცი, შენი პირადია საკუთარია, ის მოიშორე თუნდაც და სხვაგან უფრო უკეთეს ადგილას იქნებ შეძლო ყიდვა, ან ქირაობა, ან გადასვლა, იმიტომ რომ თითქოს ის ადგილი არ არის ისეთი ბარაქიანი რა ბარაქაც შენ გაწყობს ახლა საკუთარი საქმისათვის. ვის ქმარსაც აქვს სამსახურეობრივი პრობლემები, რაღაცა ორი პერიოდი ამოდის, როცა უნდა დაულაგდეს 2 კვირა, 2 თვე 2 რიცხვი. 2 რიცხვიდან ხა აგვისტო მოდის, 2 აგვისტოდან, ესეც შეიძლება იყოს. შემდგომ გავაგრძელოთ ახლა. ვისაც აქვს ამ შემთხვევაში ფინანსური ჟღბება, იდეალური პერიოდი არის ენერგეტიკული წმენდების დასაწყებად. იდეალური პერიოდია, ვისაც უნდა და სესხი და არ მისცეს სესხი, მაინც შოულობს ამ თანხას ვიღაცის დახმარებით, შეიძლება ვიღაცამ გიჯიგროს, გამოიტანოს ეს თავის სახელით და რაღაცა მოგახმაროს, მოგაშოლიოს ეს ფინანსები, ოღონდ ეს ვიღაცა არის, ვისაც აი რაღაცა ვინც გენდობა და ვინც ძალიან კარგად გიცნობს. ფინანსური თვალსაზრისით აქ რაც ჩანს, ძირითადად თითქოს აი ვინც არ ხართ ემიგრანტები, უფრო ჭერის პრობლემა ფიქსირდება, ხო? აი შეიძლება იპოთეკით გაქვს ბინანაყიდი, შეიძლება ყიდვა გინდა პირიქით, შეიძლება გირით ხარ, ქირით ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ჭერთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება უშუალოდ უფრო ვიტყოდი 8 თვიდან წელიწად ნახევრამდე პერიოდებში. ვინც საზღვარგარეთ არის წასული იმისათვის, რომ ფინანსურად შეძლოს იპოთეკით ბინის ყიდვა ან რაღაცა მსგავსი, ან დახუროს ეს ვალი, ან გაისტუმროს და აი ჭერს მოახმაროს, ან რაღაცა ივალოს და ჭერს მოახმაროს, ან რაღაცის მშენებლობა, რემონტი და მოკლედ ეს ვადა გაითვალისწინეთ. ვინც ქირით ცხოვრობთ, აქტუალური იქნება თქვენთვის ამ შემთხვევაში ჭერთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ჩერეს რაღაცა საბანკო ვალდებულების აღება იქნება შესაძლებელი, ან იპოთეკა, ან რაღაცა გამართლება საქმეში, ან რაღაცა ისეთი შემოსავალი, რომელიც შემოსავალიც ჩერეს ბევრთან უმეტესობასთან ჩერეს შორი გზებიდან მოდის. არ ვიცი ეს რასთან არის დაკავშირებული, თუმცა ძალიან კარგად ჩანს აქ ონლაინ ბიზნესი, ონლაინ მუშაობა, ონლაინ სამსახური და პლუს ამას ემიგრაცია. რაღაცა მსგავსი შემიძლია, რომ ვთქვა. ერთადერთი
ერთ-ერთი ახლა რასაც გინახავთ, აქ იქნება ფინანსები აგვისტოს თვეში ან თუნდაც დაუშვათ ვიკითხოთ აი ამ ის რა ქვია 2026 წლის ბოლომდე ფინანსური სარგებელი შენი რა იქნება, როგორი იქნება, რა გვარი იქნება და თუ გექნება იმისი შესაძლებლობა, რომ რაც გაქვს მიზნად დასახულია ეს სისრულეში მოიყვანო. აბა ვნახოთ 2026 წლის ბოლომდე როგორი იქნება შენი ფინანსები, როგორი იქნება შენი შემოსავლები, რა გელოდება მატერიალურად, რა გელოდება ფინანსურად. აბა ვნახოთ. რას მიყურებთ დაჯღანული? ჰა? რა გელოდება ფინანსურად 2000 გეტყვინა? 2026 წლის ბოლომდე. აბა ვნახოთ. რა გელოდება? ქურუმი ქალი, კი ბატონო, რაღაცა გეგმა, რასაც სახავ. ფონი მაქვს სამიანი, რომელია კაცო, კვერთხები, ახალი დასტებია და ნახატების მიხედვით ვერ ხვდები უცებ. მოკლედ, ფონი გქონდა სამიანი კვერთხები და ქურუმი ქალი, რაღაცა ჩუმი ფარული გეგმა გაქვს, ან რაღაცის დაწყებას აპირებ, რაღაცას არ ამხელ, არასაიდუმლოებ. არც თქვა, რაღაცა გაქვს გულში ჩუმად ჩადებული რისკის ეკეთებასაც აპირებ. ქურუმი ქალი და დააბრძანდა 10-იანი პენტაკლი. სიჩუმე მოგიტანს შენი მთავარ, ესე ვთქვათ, გამართლებას, რაც საქმეს უყვარს და ბედნიერებასაც მალვა უყვარს, წარმატებასაც მალვა უყვარს და ფულს მით უმეტეს მალვა უყვარს. ვინც არ უნდა გკითხოს როგორ ხარ, რა გვარად ხარ, ყოველთვის თქვი რომ კარგად მაგრამ არ გადაამლაშო, ყველაფერი არ გადმოალაგო. რა მოხდება? ორი პერიოდი დავიმახსოვროთ, განსაკუთრებით 2 კვირა, 2 რიცხვი, 2 თვე, უფრო 2 თვე და პენტაკლების დედოფალი დააჯდა ჩვენს გაშლას. შემდგომ ენერგეტიკული წმენდები სასწრაფოდ ფინანსებზე აუცილებლად. რაღაცა ფულის დაბანდება ჩანს აქ, არ ვიცი. ფულის დაბანდება ან რაც გეკლდა რომ ვალი დაგეფარა, ან რაღაცა ბანკში რაღაცა გაგესტუმრებინა, ან ვიღაცის ვალი გაგესტუმრებინა, ან რაღაცა ფულის შეკვრას რო ცდილობ და ნაწილი გაკლე და ამ ნაწილს რო ისავნი და დაამრგვალებ იმ თანხას, რა თანხაც გინდა და შემდგომ უკვე ეს ყველაფერი დამრგვალებული იმ მიზანს რომ მოხმარდება, რისი განხორციელება და ახდენად შენ გინდა. ეს გელოდება შენ 2026 წლის ბოლომდე. პლუს ამას ბევრთან გამოჩნდება მამაკაცი თუ უკვე არ ჩანს, ვისაც ძალიან წარმატებული ფინანსური შემოსავალი აქვს, შესაბამისად მისი წვლილი ძალიან დიდი დონით და დოზით იქნება შენს წინსვლაში, შენს წინსვლასთან. მაძღარი იქნები ახალ წელს ძალიან, ვისაც ყავთ შვილები, ვისაც ყავთ შვილიშვილები, არ ვიცი, დები, ძმები, უმცროსი ასაკის პატარებზე მაქვს საუბარი, რაღაცა აბიტურიენტებზე მაქვს საუბარი, კარგად გილას მოხვედრა, ჩაბარება და რაღაცა დაბინავებაზე ზრუნვა, მათი დაბინავება, ხო, მათთან დაკავშირებული ყველა იმ ფინანსის მოძიება, მოგვარება, რაც მათ სჭირდებათ, რეალურად რაც მათ საქმეს და განვითარებას სჭირდებათ. აი ეს ჩანს აქ. მე ჯანმრთელობის პრობლემები ვისაც ქონდა, ვისაც აწუხებდა ამ ყველაფრის ყურადღების რაღაცა, ამ ყველაფრის ყურადღების მიქცევა და პლუს ამას მე რაც მომწონს აქ ბავშვებო გრძელვადიანი რაღაცა ესეთი შემოსავალი სამსახურთან ერთად. თუ თქვენს ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში განსაკუთრებით იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაუშვათ, აი სამათხოვროს გიხდიდათ იმას, რომ ყურადღება მოექციათ და ის ემოცია მოეცათ, რასაც შენ ნამდვილად იმსახურებ და თავზე იყავი შენ აქეთ პირიქით გადაყოლილი, ან მიგატოვეს, ან გიღალატეს, ან გაქრდნენ, ამ ადამიანების ესე ვთქვათ დაბრუნებას და იმის აღიარებას ელოდეთ მათგან, რომ იცი ძალიან დამაკლდი, მაგრამ იცოდეთ, რომ თუ დააკლდით, იმიტომ რომ თქვენგან ისევ სარგებელი სამოღება უნდათ, მაგრამ სანაცვლოდ რომ დაგიბრუნოთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, მსგავს არაფერს არ ელოდოთ. 9 პენტაკლები თუ ესრულებ ამ გაშლას, სექტემბერში შენაძენების პერიოდი იქნება. დიდი ფულის მოსვლის პერიოდი იქნება, კარგი მოსავალი, ვინც ფერმერები ხარ, სოფლებში ცხოვრობ, ძალიან კარგი მოსავალი, კარგად გაყიდვა იმ შენი მოსავლის, ან რაღაცა ისეთი საქმის წარმოება, ვიღაცასთან თანამშრომლობა, კონტრაქტია ეს თუ კონტრაქტუა ეს თუ რაც არის, არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ კარგად გილას მოხვდებით ერთი სიტყვით. მთლიანობაში გამოვყოფდი სექტემბერს, აქტუალურს, აგვისტოს მეორე ნახევარს ფინანსურად, გამოვყოფდი ნოემბერი-დეკემბრის კვეთას, დეკემბრის მეორე ნახევარი რო იქნება ძალიან აი დატვირთული მუშაობის მხრივ და დეკემბრის
დეკემბრის კენწერო უკვე რო იქნება ხა საპრაზნიკო პერიოდი და ქვეყანა ფული რომ უნდა გავიდეს ყველასთან ეგ ისედაც ცხადია. ამიტომ არ ვეხები მაგას რომ ხარჯიანი თუ ექნება, მაგრამ ბევრ ჩაგივარდებათ ისეთი შესაძლებლობა რომ წლის მეორე ნახევარში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, განსაკუთრებით მიწურულო ნოემბერ-დეკემბრის კვეთაზე ბინის შეძენა ან დაგირავება, აი ამას გამოჰკრათ ხელი, კარგ ფაში, კარგ პირობებში და არავითარ შემთხვევაში არ გამაზოთ, ხო, არ გაუშვათ ხელიდან. პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე შენი ხიოლი ქართული შრიფტით მომძებნით ინსტაგრამზე, არ გაქვთ ინსტაგრამი და ძალიან გთხოვთ გააკეთეთ, მე სხვა სოციალური ქსელი არ მაქვს და არც მექნება. ამიტომ ხო, ფასტაკლებები ყველაფერზე დასრულებულია. ამიტომ სანამ იყო გენაცვალოთ ჩემი თავი ბოლომდე მგონი და ახლა უკვე სრულყოფილი ფასები იქნება. გემშვიდობებით ყველას, წარმატებები. მინდა რომ ეს ვიდეო ძალიან თბილი, დადებითი, ვრცელი და არა პატარა კომენტარები, აი ვრცელი კომენტარებით დამიტვირთოთ, იმიტომ რომ αφირმაციის სახით გაუშვათ ყველა ის თქვენი სურვილი, ვითომ აწ უკვე მომხდარი აწმყოში, რაც თქვენ გაქვთ ამ წლის ბოლომდე რომ მოხდეს, ან მომდევნო 1 წლის შუალედში რის ახდენასაც მოიაზრებთ. გემშვიდობებით.